დღეს მიწის ჩერშენბეა, ანუ ბოლო სამშაბათი ნოვრუზ ბაირამამდე. ამ დროს მიწა იღვიძებს და სიცოცხლის განახლება ხდება. ეს ჩერშენბე უკვე გაზაფხულის დადგომას აღნიშნავს, რადგან იგი დღესასწაულთან უფრო ახლოსაა. ბოლო ჩერშენბე ბოლნისის სოფელ ფარისში აღნიშნეთ. აზერბაიჯანელთა ერთ-ერთი განსაკუთრებული დღესასწაულის ნოვრუზ ბაირამის დადგომამდე რამდენიმე დღე რჩება. მისი ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და თავად არსით ბუნების განახლებას ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამამდე კი აღინიშნება 4 ჩერშენბე. ნამაზოვების ოჯახი, ისევე როგორც სხვა აზერბაიჯანული ოჯახები, ნოვრუზის დღესასწაულსა და ჩერშენბეებს შესაბამისი წესჩვეულებებით აღნიშნავენ. ამ დროს ყველა ოჯახში უგემრიელეს კერძებსა და ტკბილეულებს ამზადებენ. შემდეგ კი ულამაზეს სუფრას აწყობენ. ჩერშენბეები უკვე დასასრულს მიუახლოვდა. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბუნება იღვიძებს. ხეები და მცენარეები კი ყვავილდება. ზოგადად, ჩვენთვის ნოვრუზი ძალიან ძვირფასი დღესასწაულია. ბებია ამბობდა ხოლმე, ყველა დღესასწაული კარგია, თუმცა მთავარი და განსაკუთრებული მაინც ჩვენი ეროვნული დღესასწაული ნოვრუზ ბაირამია. ყველა რეგიონს თავისი ტრადიცია აქვს. მაგალითად, აქ ჩერშენბეებზე ნივრითა და ხახვით მომზადებული საჭმელების დადება სუფრაზე არ შეიძლება. თუმცა მარნეულში, სადაც მე დავიბადე, აზერბაიჯანულ ხანგალს აკეთებდა დედა ხახვის თანხლებით. ასევე ამ დროს ვანთებთ კოცონს. ჩვენ ვცდილობთ ტრადიცია მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. მიწის ჩერშენბეს დროს მიწა იღვიძებს და ხეებსა და მცენარეებს ახალი სიცოცხლე ეძლება. ნიადაგი ადამიანის შემოქმედების მთავარი მატერიალური ელემენტია. ასევე მიწა სამშობლოს ცნებასთან ასოცირდება. სწორედ ამის გამო ის თურქულ მითოლოგიაში საკმაოდ წმინდა ელემენტად ითვლება. ნოვრუზის ჩერშენბეს საკუთარი რწმენები გააჩნია. ამ დღეს ახალგაზრდა გოგონები თასში ასხამენ წყალს. საქორწინო ბეჭედს საკუთარ თმის ღერზე აბამენ და წყალში აგდებენ. ის კი ტრიალს იწყებს. რწმენის თანახმად, რამდენჯერაც შეეხება ბეჭედი თასის კედელს, სწორედ იმ ასაკში შექმნის ოჯახს ახალგაზრდა გოგონა. აზერბაიჯანელებს ნოვრუზის დროს კიდევ ერთი საინტერესო ტრადიცია აქვთ. ამ დღეს ბავშვები სხვადასხვა ოჯახში მიდიან. ქუდს ტოვებენ კარებთან და ჩუმად ელოდებიან, თუ როდის გაურსებს ქუდებს მასპინძელი, შექერბურათი, ფახლავათი და სხვადასხვა ტკბილეულით. ამ დროს მიზანი გავსებული ქუდის დაბრუნებაა ბავშვებისთვის, რადგან მიიჩნევა, რომ ერთმანეთისთვის გაზიარებული საკვებითა და ტკბილეულით ოჯახებში ბარაქა იზრდება. ნოვრუზი ნიშნავს ახალი წლის დადგომას, გაზაფხულის შემოსვლასა და ბუნების გაღვიძებას. ის აზერბაიჯანელი ხალხის ერთიანობის სიმბოლოდ ითვლება. აზერბაიჯანელთა ეროვნული დღესასწაული დიდი ხანია არსებობს და ის სულის განახლებას ნიშნავს. ასევე, მიწის ჩერშენბეზე ანთებენ კოცონს, რაც სითბოსთან და სიყვარულთან ასოცირდება. ამ დროს ტკივილი სიხარულით იცვლება და ადამიანები ახალი იმედებით აგრძელებენ ცხოვრებას. Bayramımız gülə-gülə gəlsin. Ocağımız həmişə გილოცავთ მიწის ჩერშენბეს. იმედი მაქვს ეს დღესასწაული წაიღებს ადამიანთა ყველა განცდას და ბედნიერებას, სიხარულსა და ბარაქას მოიტანს. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა. ახალ წელს ზოგადად დეკემბერში აღნიშნავენ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის ახალი წელი, ანუ ბუნიაობა ახლა იწყება. ყველა სასრულებოდეს სურვილები, მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში. მე როგორც საქართველოს აზერბაიჯანელი, ვცდილობ, რომ ჩვენი ტრადიციები შევინარჩუნო. ძალიან
მიხარია, რომ დღეს გვესტუმრეთ. ბედნიერ დღესასწაულს გისურვებთ.